რაც შეეხება ვიზიტს, რომელმაც გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი ჩვენს საზოგადოებაში, იმიტომ რომ ფონი ამ ვიზიტის არის ძალიან რთული, ხო, პროტესტების მთელი ასე ვთქვათ 40 დღე თითქმის და უფრო მეტი უამრავი დაკავებული ადამიანი, ჩვენ ხედავთ განწყობა საზოგადოების დიდ ნაწილში, არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებში და საერთაშორისო ასე ვთქვათ, გამოხმაურებები, რეაქციები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავისი სხვა ტიპის სანქციებით, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის და მოკლედ პრაქტიკულად ჩვენი ქვეყანა ამ შემთხვევაში მისი de facto ხელისუფლება არის იზოლაციაში დემოკრატიული სამყაროსგან. ახლა ამ ფონზე როდესმე ასეთი ვიზიტი მაღალი დონის მით უმეტეს ესეთი ორგანიზაციის, რომელიც EUTO-ა, EUTO საპარლამენტო ასამბლეა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ის იყო მთავარი ინსტიტუტი არჩევნების მონიტორინგის და ახლა ყველას პირზე აკერია EUTO უდირის დასკვნა და იქ მოცემული მთელი რიგი, ასე ვთქვათ, უაღრესად კრიტიკული შენიშვნები და უფრო მეტიც, ხო, პრაქტიკულად დადასტურება იმის, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა არანაირად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების სტანდარტს. და ამიტომ ეს მოლოდინი, რომელიც გაჩნდა და რაზეც მე როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან იყო პარალელი. ხელისუფლების მოლოდინის ხელისუფლებამ შექმნა მოლოდინი, რომ რაღაცა დიდი ხდება და აი ჩამოვლენდა პრაქტიკულად მოხდება ჩვენი ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის დიდი პრობლემა არსებობს. რას დააშავებდა ევროსაბჭოს? აი ევროსაბჭოსთან არის პარალელი. რას დააშავებდა EUTO საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის ვიზიტი და რამის გაკეთება შეეძლო თუ არა სასარგებლო თუ ფიქრობთ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვერაფერს ისეც ვერ იზამდა ლეგიტიმაციის გამაგრების ან შეძენის. ჩვენ ნახეთ ბერსეს ვიზიტი, ხო, ევროსაბჭოსაც კი ბატონო, ამას ვახსენებ. რომელიც იყო ძალიან კონტროვერსიული, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ერთ ნაწილში მან თქვა, რომ არ არის ლეგიტიმაციაზე არ არის საუბარი, მაგრამ თუ ამბობ იმას, რომ უნდა გავაგრძელო რაღაც კანონებზე მუშაობა და მიუყვე ასე ვთქვათ იმ პროცედურას, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში აღიარებული მთავრობების და ხელისუფლების პირობებში შეიძლება იყოს, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის საქართველოში დღეს და ხელისუფლებას არავინ არ აღიარებს, ლეგიტიმაცია მას არ აქვს, ამიტომ მათი მხრიდან გამოყენება ასეთი ვიზიტების ყოველთვის არის ასეთი რისკის შემცველი, უფრო მეტად პროპაგანდისტულის, რომ რამაც შეიძლება შემდეგ რაღაცნაირად აი ეს არაღიარების პოლიტიკას შეუქმნას პირობითად თქვა რაღაც საფრთხეები. მაგრამ მე მინდა განმარტო ერთი რამ დიანა, რომ ეს ვიზიტი ხა არავის, მოდით ასე ვთქვათ, რაღაცა ინიციატივა ან თვითშემოქმედება არ არის, იმიტომ რომ ხა მეც ვიყავი ამ პოსტზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რამდენიმე წლის განმავლობაში და ასევე ვიყავი ძალიან ბევრჯერ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელი ბევრ ქვეყანაში. და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, როცა არჩევნების შემდგომ გარკვეული პერიოდი გადის და პასუხისმგებლობა ამ შეფასებების ავტორს ამ შემთხვევაში EUTO-ს აქვს და მონიტორინგის პროცესი გრძელდება, შეიძლება 2-3 თვის შემდეგ, როცა საჭიროდ ჩათვლიან, ჩავიდნენ ქვეყანაში. ხო და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში თუ მოსულა ასეთი ჩასვლა, მაშინ რატომ მიმართავდით, რომ თქვენ რომ EUTO-ს ხელმძღვანელი ყოფილიყავით, მოგინდებოდათ ჩასვლა საქართველოში, გადაწყვეტით, რომ აი ახლა აქ ვიზიტი შეიძლება იყოს საინტერესო. ხო, ეს არის პრინციპში ინსტიტუციური საკითხის და ინდივიდუალური საკითხის. პოლიტიკოსები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში აქ მარტო პრეზიდენტი ვერ იღებს, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი როლია. მე მაგალითად ბუნებრივი არ გავაკეთებდი ამას და მანამ სანამ იქნებოდა ღრმა ანალიზი, ამ ანალიზს უფრო ადრე გავაკეთებდი და ასე მივიღებდი გადაწყვეტილებას. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ხა ჩვენ ზუსტად ეხლა არ ვიტყვით, რადგან ვიზიტი აღარ შედგება და ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გადაიდოს ეს ვიზიტი თუ ხა ვისაც როგორ უნდა ისე მოთარგმნი ჩაიშალა გადაიდო, აღარ არის ეს ვიზიტი დღეს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ხა როგორ განვითარდებოდა, მაგრამ როცა შეფასდა რისკები ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც და თვითონ EUTO საპარლამენტო ასამბლეაშიც მინდა გითხრათ, რომ შიგნით იყო ძალიან ბევრი უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საერთაშორისო კონიუნქტურა დღეს არის სხვანაირი. ხო, როცა ჩვენ ვამბობთ არაღიარებას, არალეგიტიმურობას, ასამბლეის ხელმძღვანელი ამ კონიუნქტურას დახვა, აქედან წერილებს გამოხმაურებს. ის უნდა და ის რა თქმა უნდა, ის ერთპიროვნულად არც მიიღებს გადაწყვეტილებას, ის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს და როცა ხა მოდით რამდენიმე დიდი დელეგაციის ხელმძღვანელი როცა გეტყვის და მოგწერს ოფიციალურ წერილს, აქ არ არის მარტო ჯო ვილსონი
უილსონი, რომელიც ახლა მე ვფიქრობ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა თავის ძალიან პრინციპული პოზიციით და თავისი მართლა ამ ქვეყანასთან დამოკიდებულებით და მე მას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და ვიცი როგორიც არის, მაგრამ რა ადამიანიც არის და სხვებიც არიან აქ, სხვებმაც მიმართ ეს და ღიად იყო ეს მოწოდებები, ღიად იყო კრიტიკული მოსაზრებები იმის გამო, რომ დღეს ვითარება, როცა ჩვენ გვყავს დაპატიმრებული ადამიანები, რომელთა განთავისუფლებაზე ხელისუფლება არაფერს არ ამბობს, ეს დე ფაქტო ხელისუფლება, როდესაც ახალი არჩევნებია, მთავარი მოთხოვნა დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის და პროტესტი არის, აგერ ვხედავთ ამდენი ხანია, ხო? ამაზე არ არის ლაპარაკი. აი ამ ქალბატონს უნდა ეს არის ყველაზე აქტუალური თემები, ეს არის ყველაზე აქტუალური თემები დღეს საქართველოში. აი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა ეს არის, ამაზე ლაპარაკობს ყველა და ეხლა ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ აქ არჩიო რა რეკომენდაციები უნდა შესრულდეს ხელისუფლებასთან ერთად, იმიტომ რომ ჯერჯერობით სხვა საკითხებია გაცილებით წვავე. ამიდან გამომდინარე მისი ვიზიტის ამ დროს სხვა არჩევნებისთვის გათვალისწინება იმისა, რაც ევთოოდირმა დაასკვნა, ანუ სადა აქვს სუსტი წერტილები ქვეყანას ზოგადად ასეთი ვიზიტების როცა ევთო ამას ახორციელებს არის მონიტორინგი და რევიზია იმ რეკომენდაციების შესრულების, რომელსაც აკეთებს ევთო არჩევნების შეფასების დროს, ხო? მაგრამ ამავე დროს როცა ხა ასეთი გამწვავებული ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ასეთი მძაფრი პროტესტია, ადამიანები დაპატიმრებული არიან, არა აღიარებულია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ ხელისუფლება, პარლამენტი და ასე შემდეგ, აქ რა თქმა უნდა ძალიან სპეციფიკური მომენტია და აი ამ სპეციფიურ მომენტზე, ამ ძალიან სენსიტიურ და მგზნობიარე მომენტზე კეთდებოდა ყველა ის განცხადება, ყველა ის მინიშნება, რომ ახლა ალბათ არ არის საუკეთესო დრო ამ ტიპის ვიზიტისთვის. მეორე, რომელიც ასევე აღნიშნულია საერთაშორისო და ასევე ჩვენი შეხედულებებიც ასეთია, რომ ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული თქვენი ეს მექანიზმი იყენებს ამას ძალიან კარგად და შეიძლება გამოიყენოს კარგად იმისთვის, რომ თითქოს აქ არაფერიც არ ხდება, ჩვენ ჩვეულებრივად გველაპარაკება ყველა და ეს მთელი სანქცირება, ის მეგობრობის აქტი, მეგობარი აქტი, ის ახალი კიდევ უფრო მძიმე აქტი ამ არცნობის არაღიარების, რომელიც ეხლა არის შეტანილი ასევე ახალი ინიციატივა კონგრესში, თითქოს ეს არაფერს არ ნიშნავს და მთავარი ამოცანა ხო ის არის, რომ ამ ზეწოლამ როგორც ქვეყნის შიგნით და პროტესტმა ასევე ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მხრიდან ამ დამოკიდებულებამ, ამ იზოლირებამ აიძულოს დღეს მართველი რეჟიმი, რომ მან შეცვალოს თავისი გადაწყვეტილებები და რეალურად ეს პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს იმით, რომ ახალ არჩევნებზე იყოს საუბარი და არა იმის გარჩევაზე, ახლა ამ კანონში ამას ჩავდები და იმ კანონში თქვენ ხო ნახეთ, როგორ მოდიში დავასრულებდიან, როგორი რეაქცია მოყვა იგივე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს რუსული კანონი არის რაღაცა მთავარი პრობლემა და აი ამის თავიდანაც მე ვფიქრობ, ხომ იყო მთავარი პრობლემა. ბატონო? იგი რუსული კანონი ხომ იყო მთავარი პრობლემა. კი, ცოტა ხნის წინ რუსული კანონი იყო სამყაროს დასასრული. ის იყო ცოტა ხნის წინ და მას მოყვა უფრო მძიმე ამბები კიდევ, ის დარჩა კანონად, ის პრაქტიკულად იმპლემენტაციაც ხდება. მე მეცაც გეტყვი დიანა, ამ პერიოდშიც კი, მაგრამ თუ ის სამყაროს დასასრული იყო და იყოს ისიც დღის წესრიგში, აი რატომ არა, ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ამ კანონის გამოკვეთა თითქოს ეს არის ახლა მთავარი საკითხი და არ თქმა იმისა, რომ პირიქით აი ეს დღეს რაც არის მთავარი ახალი არჩევნების ამბავი, როგორ ტარდება ეს არჩევნები, პატიმრების გამოშვება, ის რასაც საზოგადოება ითხოვს, მისი დიდი ნაწილი ითხოვს, ამაზე ამის ართქმა და აქცენტის გაკეთება რომელიმე კონკრეტულ კანონზე, ეს რა თქმა უნდა არის არასწორი და შეუსაბამო ამ ვითარების რომელიც არის. მე ძალიან კარგად ვიცნობ პიაკაუმას, ბუნებრივია, მასთან წლები მაკავშირებს ურთიერთობის, მეგობრობის და ძალიან პრინციპული ადამიანია, ძალიან საღად უყურებს ყველაფერს და მე დაწუნებული ვარ, რომ მან მიიღო ახლა სწორი გადაწყვეტილება. თორე არავის არ უთქვამს იმ წერილში, რომელიც ოპოზიციამ გააგზავნა, იქ არ ეწერო აბა არ ჩამოხვიდეთ და თქვენი ფეხი არ ვნახო. ასეთი რამ რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ სხვა დრო არა, მადლობას თვითონ იტყვის, მაგრამ მე მგონი რომ მას ძალიან რთული მომენტი დახვდებოდა აქ. კი ბატონო. მინდა ასე დავსვა კითხვა. რახან თავისუფლება მიეცით, რომ მიგეწერათ, რომ არ ჩამოსულიყო, მაშინ კიდევ ერთხელ მიეცით თავისუფლება, რა დროშობია ჩამოვიდეს? ბატონო? რა დროშობია ჩამოვიდეს? აი იმ დროს, როდესაც დღის წესრიგში იქნება განხილვა
სწორედ ამ საკითხების გამოშვება პოლიტიკური პატიმრების ან ეს პროცესი იქნება ეს დაწყებული მას შეუძლია ამ საკითხებზე გავლენა ქონდეს. და მეორე, რა თქმა უნდა, დიალოგი იმაზე, როგორ შეიძლება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ახალი არჩევნების გზით. თუ ახალი არჩევნები ჩაინიშნება, მაშინ შეიძლება პიაკაო აი ამ საკითხებზე ეს არის გამოვიდეს და რეკომენდაციები დიანა, ეს არის რელევანტური. ეს არის რელევანტური. მე დარწმუნებული ვარ, ეს დელეგაცია რო ჩამოსულიყო, თქვენ მე ვიქნებოდი თუ სხვა, დაგვისვამდით ამ კითხვებს, თუ ამაზე არ იქნებოდა ლაპარაკი, რატო არ არის ეს საკითხები? ამას საზოგადოება დასვამდა ამ კითხვებს და სრულიად ბუნებრივია და ეს ასეც უნდა იყოს. ის რაც არის დღეს ყველაზე როცა გამოიკვეთება ახალი არჩევნების აი ეს თემები უნდა იყოს. ეს თემები უნდა იყოს, როცა ჩვენ დავინახავთ რომ და თვითონ დაინახავენ აქ მარტო ჩვენ მათ ახლა ესე კი არ არის რომ ვიღაცა კარებს კეტავს ქვეყნის, რა თქმა უნდა ასე არ არის. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ისე მოხდეს ამ საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, რაც ქვეყნის მომავალს მის ევროინტეგრაციას, მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გამოადგება და არა იმას რომ ვიღაცა მერე თქვას გადაიღოს სურათები, ხელი ჩამოართოს და თქვას რომ ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო დამძიმებული ვითარება, როცა აი ამ არალეგიტიმურ ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში ხა ახალი დრაკონული კანონები მიიღეს, ხო? იმგვარად უკაცრავად და სულელური, როცა გრიპის ეპიდემიის პირობებში ადამიანებს ურძალავენ პირბადეების გაკეთებას და ეს არის წარმოუდგენელი ამბავი და ეს კიდევ უფრო ამძიმებს, ყოველდღიურად ამძიმებს ამ დიდი მადლობა, გიგი წერეთელი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა თქვენ დაუბრუნდებით და მინდა რომ შობა მოდის დღეს ღამე და ყველას უსურვო ბედნიერი შობა და ჩვენ ქვეყანა. კი ბატონო.